მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია სეზონი იმყოფება ვლადიკავკაზში. ეხლა ჩვენ ვართ ალბათ ყველამ კარგად იცით ეს ვლადიკავკაზელებმაც და იქ ხალხმაც ვინც აქ ვლადიკავკაზშია ნამყოფი, ეს არის ქართული ეკლესია, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. აქედან აქვე არის ქართული სკოლა და დღეს ეხლა მიდის რესტავრაცია ამ ქართული ეკლესიის წმინდა ნინოს სახელობის. სხვათა შორის აქვე არის მემორიალური დაფა, რომელიც აღნიშნავს, რომ უყურეთ, ეს ქართული სკოლა იყო აქ, ეს არის ჩრდილოეთ ოსეთის სსრ სახალხო განათლების სამინისტროს ორჯონიკიძის აწერეთლის სახელობის მე-19 ქართული საშუალო სკოლა. აი ამ სკოლას ადრე ჰქონდა ქართული სტატუსი, მაგრამ 10 წლის წინ სტატუსი შეეცვალა ქართულ სკოლას, ის გახდა რუსული, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ გაძლიერებულად ისწავლება ქართული, ბავშვები სწავლობენ ქართულს, სწავლობენ ისტორიას და ძალიან შესანიშნავი ვითარება არის ამ სკოლაში. ეხლა ჩვენ აი ამ სკოლასთან დაკავშირებით, ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით მეგზურობას გაგვიწევს სულით და გულით ქართველი და ეროვნებით ოსი ქალბატონი მარინა ჩარაევა, რომელიც არის ნამდვილად ღირსეული და რა ვიცი, ძალიან განათლებული პედაგოგი, ყველა კარგად იცნობს მას ვლადიკავკაზში. მოგესალმებით ქალბატონო მარანა. მე მინდა წარმოგიდგინოთ ეს შესანიშნავი ქალბატონი, დიდი მადლობა ძალიან გულთბილი მიღებისათვის. ქალბატონმა მანანამ გაიგო თუ არა რომ ჩვენ ჩამოვედით იმ წუთასვე აგვთახდა იმას, რომ მეგზურობა გაეწია ჩვენთვის. მოდით მოგვიყევით ქართულ მაყურებელს აინტერესებს აი ამ სკოლის შესახებ და აი ამ ეკლესიის შესახებ ინფორმაცია. 1898 წელს რომ გაიხსნა ქართული სკოლა, ეს თქვენ რამდენად იცით. სწორედ ეკლესიიდან არის შესასვლელი, იყო უпростоრეთ შესასვლელი 5 წლის უკან. კი, სკოლაში. ეს იყო ფოიე სკოლისა, შეგვიძლიათ შევიდეთ და ვნახოთ და მიდის ახლა სერიოზული რესტავრაცია და ყოველთვის ვიძახდი და ეხლაც ვიმეორებ ამას, რომ ამ სკოლაში მოსვლისთანავე ვიგრძენი თვითონ ფოიეში აი ის რაღაც სულიერი სიწყნარე, რაც მე დავინახე აი აქ და მერე გავიგე უკვე, რომ აქ თურმე ყოფილა ეკლესია, ეს სწორედ მერე გავიგე, როცა უბრალოდ თქვი მაგიდასთან. რომელი წლიდან იყო ეს ეკლესია აქ, 1898 წელს გაიხსნა სკოლა და 1898-ში უკვე ეკლესია. 1898 წელს გაიხსნა სკოლა და 10 წლის შემდეგ 1898-ში უკვე ეკლესია. გასაგებია. და ეხლა მიდის რესტავრაცია. კი, სერიოზული რესტავრაცია, კედლები გაამაგრეს. თქვენ ხედავთ, რომ საგალობელი ადგილიც გამოყვეს. და ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და სულ მალე აქ მრავალი ქართველი წმინდა ნინოს ეკლესიაში მოილოცება. ძალიან კარგი, შესანიშნავი. ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი არის და მიხარია, რომ აქ მალე ქართული წირვა დაიწყება და ქართული სული იქნება აი ამ ტაძარში. ჩვენ უკვე გადავინაცვლებთ სკოლაში. ეხლა სკოლაში შესასვლელი უკვე სხვა მხრიდან არის, ხო ესეა? დიახ. კი ბატონო. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი კიდევ ეს არის მემორიალური დაფა, აწერია ორჯონიკიძე, გორად ორჯონიკიძე, ეხლა ვლადიკავკაზი ქვია. აქედან იყო შესასვლელი, ესე იგი როგორც ვიცით, ძიმაში, სკოლაში. კი. ეხლა წავალ. კიდევ ბატონო ნიკოლოზ არ შეიძლება გამოვყენოთ. კი ბატონო. თავარი დაუცილებელი წელი ქართული და ოსი ხალხის მეგობრობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი, სადაც ქართული ასოებით აწერია ამ შენობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს ორი ერის ბრწყინვალე წარმომადგენელი კოსტა ხეთაგუროვი და მიხეილ ყიფიანი, რომელიც იყო პირველი დირექტორი ამ სკოლისა. მიხეილ ყიფიანი, ხო? თქვენ გახსოვთ ალბათ ლექსი უგრობა, ზუსტად კოსტა ხეთაგუროვმა დაწერა მიხეილ ყიფიანის გარდაცვალების მეგობრის. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ქართულ სკოლაში, ნამდვილი ქართული სული არის. აი თითქოს დაბრუნდი იმ ჩემ სკოლაში მე რო ვსწავლო. დარმა დარეკა იწყება გაკვეთილი, აგერ შოთა რუსთაველის ხედავთ თქვენ სურათს
და აქ არის ასევე ბავშვები, რომლებიც ეხლა თქვენ ხედავთ, ძირთად ყველამ ქართული იცის და აგერ არის ბავშვებო, როგორ ახართ? აი მე მინდა რომ წარმოგიდგინოთ ეს ბავშვები სწავლობენ აქ ქართულ სკოლაში, ნახეთ როგორი კარგი ბავშვები არიან, როგორი ანგელოზები ვით, რო წარმოგიდგინოთ თქვენ თითეული თქვენთაგანი. სახე მითხარი აბა? წამალაიძე დანიელ. აჰა. თქვენ გიორგი მეზრიშვილი. წამალაიძე ტიმოთი. ატაევ ხანა. წამალაიძე გიორგი. თუ წამალაიძეები ყოფილიყარ დიპლომატ ძირითადად რა. როგორ ახართ ისე, როგორ მიდის სწავლა განათლება, მაყოფილი ხართ? რა თქმა უნდა. ცოტა ყოფილი ვარ. აჰა, ქართული კარგად იცით ესე იგი. რომელ კლასში ხართ? მეათე. მეათე, ხო? ძალიან ისეთი მაგარი დირექტორი ყავთ, რომ ეხლა აქ სწავლა კარგად იქნება და ბავშვები ისე რაღაცა ფორმები გაცვიათ, ესე იგი უნიფორმა არის. ხო? ისე რამდენი ის რა მაინტერესებს, იცი? აი ყველაზე უფრო საქართველოში აპირებ დაბრუნებას თუ? კი, რა თქმა უნდა. აჰა, გასაგები. და შენი სახელი? რუსტანი. რუსტანი, ხო? სკვარი? კაროზაშვილი. კაროზაშვილი. ქართულად ლაპარაკობთ ყველა. რომელი საგნები უფრო გიყვართ? ქართული ენა მიყვარს, მათემატიკა და რუსული ენა. აჰა, ძალიან კარგი. ისე რა გინდათ გამოხვიდეთ, აბა რა საპირეთ? მე ვაპირებ ექიმიკა მოვიდე. აჰა, თქვენ? შენ რა გინდა გამოხვიდე? ცოტა მორიძებული ბავშვები არიან და ეხა აი ხედავთ. აი ხედავთ რა ანგელოზივით ბავშვები არიან მეგობრებო და მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ აი დიდი ბედნიერებაა, რომ აი ეს ქართული სული, ქართული გული შენარჩუნებულია. მე მინდა ქალბატონ მანანას მინდა დიდი მადლობა უთხრა, აი აქ ამ ყველაფრისთვის ისეთ დაწყრიალებულია, ესე იგი აქ ერთი მტვერს ვერ ნახავთ ამ სკოლაში და აბა თქვენ იცით, ისწავლეთ, რომ უნდა გამოადგეთ აქაურობასაც და თქვენ ქვეყანასაც. აი როგორი მოწესრიგებული бавშვებია, როგორი მორიძებულები, აი скромнее, вот как одеты. У вас униформа есть, да? Как, не знаю, это униформа, да? Школьная униформа. У нас нету в Грузии. Вот что-то сохранилось. Здесь очень приятно. Буфет есть у вас? Конечно, все. Я любил буфеты ходить, потому что там были... Золотой человек. Да, запах я вообще вспомню. Да? Золотой человек. Ну буфетчица, золотой человек. Что еще любите в этом буфете? Пицца есть, да? Да, очень приятно. Я желаю, что вы были образованы и учились хорошо. И вы должны знать, что да, вы из маленькой страны, но вы из больших традиций, большая история у вас. И надо, чтобы хорошо учились. И помнили, что вы из Грузии. Большое спасибо. Დიდი მადლობა ბავშვებო, რა დიდი მადლობა და მაგრა იყავით, დიდი სიყვარულით, აი საქართველოსთან, აი ჩათვალეთ, რომ აი ეხა ყველა ნახავს ამ გადაცემას და თქვენც გნახავენ და მინდა რომ გადმოგცეს ეს ჩვენ დიდი სიყვარული თქვენსაც. Большое спасибо. Желаю успеха. ეს არის ომში მონაწილეები, სამამულო ომში, ხო, აქ ვინც დაიბადა. და მათი წინაპრები არის. კი, აი ეს პატრიარქი რომ იყო ჩვენთან. Дайте возможность, пожалуйста. ეს პატრიარქი რო იყო, აქ იყო, როდის იყო პატრიარქი? კი. 97-ში ხო. მაშინ ჯერ კიდევ სტატუსი ჰქონდა. Ага, გასაგები. Ну это наша вина вообще-то, ну это что? ბატონო ნიკოლოზ. ეხა ჩვენში პატარა ბავშვები გველოდებიან. კი, ჩავიდე ჭავჭავაძე. ნახეთ, სულ ქართული წარწერები არის, აი მეგობრებო. ილია ჭავჭავაძე, ერი სული, ერი мама. აი ნახეთ, როგორი ქართული სული არის აი ამ სკოლაში. მოდით, შემოდით. გამარჯობათ ბავშვებო, როგორ ახართ? ნაშვებით. ქართული კაბინეტი არის ეს. აგერ შესანიშნავი ქალბატონი მე მინდა თან გავესაუბრო. თქვენ შესახებაც რო გითხრათ, ლორა მესხიძე, რომელიც არის შესანიშნავი პედაგოგი, ამადგარი პედაგოგი აღნიშნული სკოლისა და მინდა რომ გითხრათ, რომელ კლასებს ასწავლით და რამდენი ხანია ხართ? მე ამ სკოლაში 93 წლიდან ვარ. 93 წლიდან, როცა
საქართველოსდან აქ გადმოვედით. ქალაქმა ძალიან თბილად მიმიღო, მაშინვე მომიჩინა ადგილი სამსახურისა, დავიწყე სამსახური მაშინდელ აკაკი წერეთლის სახელობის მე-19 ქართულ საშუალო სკოლაში. ამ სკოლაში, სადაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ბავშვები იყვნენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ამავე დროს პარალელური კლასებიც იყო. სკოლაში ბევრი არის ბავშვები, აქ რამდენია? სკოლაში 100 ბავშვია და სხვათა შორის სხვადასხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლები არიან. თქვენ ქართულს ასწავლეთ? მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, თბილისიდან მოყოლებული, სამხრეთ ოსეთზე გავლით, ჩრდილო ოსეთში გადმოვედი. კარგად სწავლობენ ქართულ? ახლა მე რო ქართულ არხებს ვუყურებ ხოლმე და იმაზე კარგად ლაპარაკობენ. იმაზე კარგად ფლობენ საერთოდ და რუსთაველის პროსპექტზე გამვლელს რომ ეკითხებიან ეს ვისი ბიუსტიაო, არ ვიცი. მეორე ამბობს მგონი ერეკლე მეფისა, ეს მე სასაცილოდ კი არა, მტკივა, მწარედ მტკივა ეს და ევროპისკენ მიისწრაფვიან. ჯერ შენი ერის ისტორია შეისწავლე კარგად. ევროპული ცხოვრება ძალიან კარგია, ევროპაში უფრო განათლებულები რომ შევიდნენ. გაიხარე, დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი აღუზარდოთ კარგი, განათლებული, ნიჭიერი ამ კუთხესაც და ჩვენ ქვეყანასაც რომ გამოვადგეთ. გაიხარეთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. აი აქ ეს არის მინერალური წყალი ხო არ მოდის აქ საერთოდ? არა, მინერალური. ბორჟომი, ნახეთ, ყველგან არის ქართული ბორელიეფები, ქართული სული, ქართული გული და აი ესე მგონია რომ დავბრუნდი ჩემ წარსულში უფრო უკეთეს. კოსტა ხეთაგურის სურათი, აგერ აკაკი წერეთელი. როგორ ბრძანდებით ხალბატონ. თქვენ აი კაკა ნახეთ როგორ ლამაზად მოვლილი, ესე იგი ესეთი დირექტორი საქართველოს არ აყავს. ხალბატონი მანანა საქართველოს არ ვიცი მე ასეთი სკოლა საქართველოში არ მინახია მე. ნახეთ ეს რა ლამაზიათ არის ყველაფერი. აი ახლა ვიმყოფებით პატარა ბავშვებთან. გამარჯობათ. როგორ ახართ, რა ლამაზები ხართ, როგორი ლამაზები, როგორი კარგები, როგორ ნახეთ შეხედეთ. მე რომელი კლასიდან ახართ? მე-3 და მე-4 აქ. მე-3, მე-4. წავიდნენ და იმიტომ. ძალიან ლამაზები ხართ, როგორ ლამაზად გაცვიათ ყველაფერი. ჩვენ ვართ საქართველოსდან, ქართული ტელევიზიიდან, ტელეკომპანია სეზონიდან და მინდა რომ თელმა საქართველოს გნახოთ თქვენ რომ როგორი ლამაზები ხართ და როგორი კარგები. მითხარით თქვენ შესახებს რა, როგორ ახართ, კარგად როგორ სწავლობთ? ძალიან მთხოვეს ბატონო ნიკოლოს ლექსი უნდათ რომ თქვან. კი, კაცო, აბა მაგისტრისა ვარ, ლექსებსაც ვათქმევინებ და ყველაფერსაც რა. აი რა ლამაზი გოგო არის. შენი სახელი და გვარი, მითხარი? დიანა ჩქარეული. დიანა ჩქანახეთ რა ლამაზი გოგოა, როგორი კარგი ბავშვი არის. დიანა რომელ კლასში ხარ, შვილო? მე-4-ში. ნახეთ რა კაი რა ლამაზი ბავშვი არის. და რაღაცა გვინდა გითხრა ხო ლექსი შენ? არწივი ვნახე დაჭრილი. ყვავო ყორნებს ეო მებოდა. ეცა და ბეჭა სადგომა, მაგრამ ვეღარ ადგებოდა. ცალხარს მიწაზე მიითრევს. გულის პირს ისხლის ხებოდა. ვაჰ, დედა თქვენ ყორნებო, სოდროს ჩამაგდეთ ხელადა, თორემ ნახავდი თქვენ ბუბუს, გაშლოს გაფანტულს ველადა. ნოჩა, ხოჩა, ტაში დაუკრათ, მეგობრებო. ტაში დაუკრათ. ხოჩა, კიდე რა მიდოდნა მითხარი? კიდე ერთი. მიდი, მითხარი აბა. მე ისეც ქართულს რა უთხრა ისეც ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. გაიხარე, რა კარგი ბავშვი. აი, ნახეთ რა მაგარი ბავშვები არის. რიგში დგას, აი ბავშვებს უნდა თქვენი სახელი და მარია კამბოლო. მარია კამბოლო, ხო. აი გითხრა. საქართველოსდან ხარ? საიდან ხარ? გორიდან? ხარი აბა ლექსი აბა რას გეტყვი? შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილი არ მიყვარს, როცა ვერ გხედავ დედა, შენი გულისკენაც თითქოს ადვილია, მინდა მომეფერო დედა. დღე და ღამ ფუსფუსებ, დღე და ღამ ხარს მიჭე, როგორ არიღრები ნეტა. შენი გულისკენაც თითქოს ადვილია, მინდა მომეფერო დედა. ძალიან მაგარი ბავშვებია. აი დიდი მადლობა, მე მინდა უთხრა ყველას თითეულ პედაგოგს, ქალბატონ მანანას, ხვედი დამსახურება. პედაგოგით რა მინდათ, რომ თქვენ მოგწადით თქვენ. თქვენი სახელი და მარი? ნაირა ბაზალი.
ნაირა ბაზალი, აი თქვენი დამსახურება. ალბათონი ნაირა არის 3 კლასის დამრიგებელი და აი გითხარით, ესეთი კაი ბავშვები როგორ ჩამოაყალიბეთ, აი გიждდები, როგორი კარგად იციან ეს ლექსები, როგორ რაღაცა მეტყველებაც როგორ აქვს, გითხარით, აი ჩვენი მუშაობით ჩამოვაყალიბეთ. დიახ. რამდენი ბავშვი ყავთ ისე? 10 ბავშვი მყავს. ეს ეხა ქართული ენის ის არის? არა, კლასში არის 10 ბავშვი. და ეხა ეს არის ქართულ ენას ასწავლეთ, ხო? დიახ, ქართულ ენას ვასწავლეთ, ქართულ ენას და ლიტერატურას. აჰა, გასაგებია და აი რო გითხრათ სწავლის პროცესის შესახებ, რამდენი საათი, როგორ მეც ეხა პედაგოგის შვილი ვარ, სხვათა შორის და ჩემთვის ახლო არის ეს სკოლა და საათი 3 საათი გვაქვს, ერთი ლიტერატურა და 2 ენა გვაქვს, ქართული ენის გრამატიკა. და აი საათებში. და მარტო ქართველები კი არა, რო ატყობენ, სხვა ეთნიკური ჯგუფები სწავლობენ გაძლიერებულ. ეთნიკური ჯგუფები სწავლობენ. იცით ეს ბავშვები თვითონ აქ ცხოვრობენ თუ აქ ცხოვრობენ და თუ ჩამოსულებიც არიან. ჩამოსულებიც არიან, მაგრამ აქ მაცხოვრებებიც არიან. აქ რამდენი პედაგოგი ბრძანდებით ისე სკოლაში? 20. 20. ყველა ქართველები ხართ თუ ძირითადად? არა, ყველა ქართველები არა ვართ. რამდენიმე ქართველია და აჰა. სხვა ეროვნების ენა. ესე სუფთად, ესე ამაზად როგორ აგავთ მოვლილი ყველაფერი ძალიან მიგვეს რა. ისე რამდენი სკოლა აქვს ვლადიკაუკაში? 50-მდე. მე მინდა მადლობა გითხრათ ქალბატონო, აი ესეთი ლამაზი бавშვების აღზრდისათვის და მე მინდა мадლობა გითხრათ бавშვებო, я хочу поблагодарить вас, наверное, вы все знаете грузинский. Поблагодарить вас, что вы красивые, вот хорошие. Обнимаю, целую вас и я хочу, чтобы вы такие остались. И хочу, чтобы передать привет из Грузии, и вас любят из Грузии и обожают. Вот ай როგორ ახერხებთ, რომ ესეთი მართლა შექმნათ ესეთი გარემო, სისუფთავე ეს ბავშვი. გეხმარებათ ეს განათლების სამინისტრო? ძალიან ეხმარება. ეხლა თქვენ საიდანაც შემოხვედით. სწორედ ეს იყო ეს ნაწილი, აი ის ნაწილი იყო მიერთებული ეკლესიასთან, მაგრამ იმის გამო რომ მეორე გასასვლელი სახანძრო აუცილებლობისათვის იყო გამოწვეული, ყველაფერი გააკეთა ჩვენმა ასე ვთქვათ управление образования. ანუ განათლების სამმართველო. საერთოდ რასაც კი ვთხოვ, რაც შესაძლებლობა აქვს ყველაფერს აკეთებენ. მაისში დაგეგმილია კაპიტალური რემონტი. ამის ამ სკოლის? ანუ კაპიტალური უბრალოდ რესტავრირება. ეს როდინდელი სკოლა ესე, როდის აშენდა ეს სკოლა? 1888 წელს. თქვენ ზემოთ ეთყობა არ მიაქციეთ ყურადღება, იქ აწერია наша школа 135. 135 ფაქტობრივად რა მეორე საუკუნე მიდის რა და ამ რამე ხო არა ამორტიზირებული ისეთი რამე რომ აბსოლუტურად აი ესეთი სკოლა არც იქნება აი ასეთი ეს არის ეგეთი სკოლა კი როგორ არა მეხუთე სკოლა 128 წლის ქართული თავიდან ხო ისე 12 სკოლა იყო აქ არა ეს ერთადერთი სკოლა არა აი კომუნისტების პერიოდში რამდენი იყო აი მაშინ ეს ერთადერთი აკაკი წერეთლის არა მაშინ აი ძველ პერიოდში იყო ერთი ძველ პერიოდში აბა ვიღაცა მითხრა 12 სკოლა იყო ადრეო და ხო არა ერთადერთი გასაგებია ბატონო ნიკოლოზ მე მინდა ახლა თქვენ გაჩვენოთ ადგილი სადაც ზაფხულობით გაზაფხულს უпроსტოდ ჩვენი ბავშვები მუშაობენ მიწაზე როგორ მიწასთან აი როგორ და ჩვენ აქ ვთესავთ გულია და ვერ დაინახავთ იმ სილამაზეს რაც გვაქვს და ძალიან ხშირად კიტრი პომიდორი გასლაბარა და ასე შემდეგ ესე გაი რამხელა ის არის რომ შრომას რო აჩვევთ ადამიანებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ფეხბურთის მოედანი აქ ბავშვები თამაშობენ ფიზკულტურა გააქვთ ალბათ კი როგორ არა დარბაზიც გვაქვს თქმა უნდა ამას ყველაფერს მე კაპრემონტის დროს, რა თქმა უნდა, კაპიტალური რემონტის დროს გააკეთებენ. აი აქ არის ეხა თოვლია და კი, მანახოთ. აი აქ კიტრი, პომიდორი მოგხავთ, ხო? კი, ეს უბრალოდ ეხა დაიწია, ძალიან ლამაზი ხედი აქედან. ყურძენიც გვაქვს. კი, ხეივანიც გვაქვს. კი, ანახეთ, აი აქ ხეივანი არის, ეს ყურძენი მოგყავთ. კი. შრომის გაკვეთილის დროს ძალიან ხშირად სწორედ აი აქ მუშაობენ.
გასაგები. აი ამას ასე ნუყურებთ. აქ დიდი ბუჩქებია, უბრალოდ ეხა თოვლმა დაწია. მრგვალი ძალ ამაზე. ძალიან სასიამოვნოა და მართლა ბევრს აკეთებ და დიდი მადლობა მე მთელ საქართველოს ვეთქვი თქვენ შესახებ. 91 წელს ჩამოვედი და როგორც პედაგოგი ვიყავი, ნუ ორგანიზაციულ სამუშაოებსაც. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება არა დღევანდელი ადმინისტრაციის, არამედ მე რომ ჩამოვედი 91-ში უკვე დამხვდა. მე აქ საკმაოდ გასაგებია. კარგი სიტუაცია, ანუ იმ დირექტორებსაც, რომლებიც ჩემამდე იყვნენ, ძალიან დიდი მოიტანეს ის გზა, კი ბატონო. ძალიან დიდი ღვაწლი. მაგრამ თქვენ რო აგძელებთ ამას, აი, რაც მომწონს, აი თვალში რო მოხდება, სისუფთავე, ბავშვების მოწესრიგება, ეს უნიფორმა ყველასაც ვიათ აქ ვლადიკავკაზში, ყველა სკოლაში. ანუ ყველა სკოლებში უნიფორმა არის. აუცილებლად ერთადერთ ეროვნულ სკოლაში არის ეროვნული ფორმა, დანარჩენი ეს რომელი ეროვნული სკოლა? არის ასეთი ოსური, სუფთა ოსური, სადაც სულ ყველა საგანი ოსურად ისწავლება. ერთი სკოლაა ეგეთი ოსური? მხოლოდ იქ არის უნიფორმა. გასაგებია. თავისი ნაციონალური. თავისი ნაციონალური. ეხა ჩვენ ემარო ჩუხა ახალუხითია რომ ცოტა ის იქნება ზნელი. არა, ჩუხა ახალუხი არ არის, უბრალოდ შეკიდილია სპეციალური გასაგებია. ორნამენტებით ეს თანამედროვე სტილში. სულ რამდენი მასწავლებელია თქვენთან ახლა? ჩვენი ძირითადი არის 12 და მომსვლელები 23. 23 მასწავლებელი. და რამდენი ბავშვი სწავლობს სულ? 98. 98. და ცოტათი კონტინგენტი იზრდება თუ კლებადი? იზრდება, იმიტომ რომ მიკრორაიონიც მოგვიერთეს და მე რომ მოვედი ცოტა იყო შედარებით. გასაგებია. ეხა მოიმატა.